თუ შენ დაშორებას განიცდი და თუ ძალიან გინდა რომ დაიბრუნო ქალი, მაშინ ძალიან სულელი ყოფილხარ და ვერაფერსაც ვერ მიმხვდარ ხარ. შენ ვერ ხვდები რომ თქვენი ურთიერთობის მასეთი დასასრული, როდესაც გაიცანი ეგ ქალი, აი მაშინვე მარტივად პროგნოზირებადი იყო. შენ ვერ ხვდები რომ ბევრი შეცდომა დაუშვი. შენ ვერ ხვდები რომ არ ხარ მზად ნორმალური ურთიერთობისთვის. შენ ვერ ხვდები რომ დაიბრუნო ეგ ქალი, თქვენი ურთიერთობა ისეთი როგორიც მანამდე იყო, აღარასდროს იქნება. შენ იმის გაანალიზებას არ ცდილობ, ნეტასად დაუშვი შეცდომაო. შენ მაგას ნამდვილ სიყვარულს ეძახი, იმიტომ რომ შენ ვერ ხვდები რომ შენი ჰორმონალური ბალანსი ქალს დაუკავშირე. მან მიგატოვა, ეგ ბალანსი დაირღვა და ახლა უბრალოდ მაგ ბალანსის აღდგენა გინდა რომ ისევ კომფორტულად იგრძნო თავი. შენ არ გინდა რეალური ცვლილება. თქვენ ერთმანეთს შემთხვევით არ შეხვედრილ ხართ და არც შემთხვევით დაშორებულ ხართ. თქვენ იმისთვის არ დაშორებულ ხართ რომ იგივე ადამიანებად დარჩეთ. თქვენ აუცილებლად შეიცვლებით. თქვენ იმიტომ დაშორდით რომ შენ მენტალურად ძალიან სუსტი ხარ. შესაბამისად ახლა რასაც იზამ, ეგ გადაწყვეტს იმას, გაუმჯობესდები, თუ გაუარესდები, თუ გააგრძელებ დრამატიზირებას, წრემლიანი სიმღერების ფონზე ნოსტალგირებას, მის ისტორიების თვალიერებას და ლეკვივით მისდევნას. მაშინ აუცილებლად გაუარესდები. ხოლო თუ შენ მიიღებ მტკიცე გადაწყვეტილებას რომ ქალის მნიშვნელობა შენს თავში დააქვეითო, დროთა განმავლობაში შენ იმის შემჩნევის შესაძლებლობა მოგეცემა, რაც ამ წამს ცხვრწინ გიდევს, მაგრამ შენთვის უხილავია. შენ მიხვდები რომ ქალმა შენი ელემენტარული სისუსტეები არა თუ არ გაპატია, არამედ პირიქით არ დაგინდო და შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენა. შენ ძალიან ბევრ რამეს გაიაზრებ მომავალში, როდესაც უკვე აღარ იქნები ასეთი სულელი როგორიც დღეს ხარ და როდესაც ეგ მოხდება, ქალი თავისით მოვა შენთან შესარიგებლად. შენ კი დაფიქრდები, გინდა თუ არა მასთან ურთიერთობის აღდგენა და დიდი ალბათობით თუ არ სიტყვი, იმიტომ რომ უკვე სწორად შეძლებ მისი რეალური შინაარსის შეფასებას, მაგრამ ახლა შენ ამ ყველაფერს ჯერ ვერ მიხვდები. ზუსტად ამიტომ შენ ვალდებული ხარ რომ განიცადო. უბრალოდ დაიმახსოვრე ეს სიტყვები.